გამარჯობა. გამარჯობა. ეს არის ფირმა მომასწავლებელი. ეს არის ფირმა ის რა ქვია, ფირმა დეველო არა. ფირმა სამშენებლო კომპანია ბატონო. ეს მინდა და ზუსტად ბინა მინდა რომ ავიშენო თქვენთან. 60-ხიანი ბინა. 60-ხიანი? და 60-აი რამდენი კვადრატულები გაქვთ დაახლოებით? ნახავ. 60 არის. დიახ, რამდენი კვადრატული? 60-ხიანი 7 კვადრატული მეტრია ბატონო. ბინა და 7 კვადრატული მეტრი, ეს 2-3-ია. ზალა არის 3 კვადრატული. დიახ, ისინი 2-2. და ვთქვათ აბაზანა, სამზარეულო. ხო, ისინი 2-2, რომელიც არის აბაზანა, სამზარეულო და ეს ზალა შეიძლება გამოიყენო ზალათაც. და შეიძლება დაждდეთ და ტელევიზორიც უყურო და სამზარეულოც შეიძლება ზალაში რომ განათავსო და ძალიან კარგი და რა მაინტერესებს ესეთი პატარა ფართი რატომ არის თქვენთან? ხო, არა, კი, ხო. სხვადასხვის არის ახლა მაგალითად ის რა ევორდი რო აშენებს იმ ხლაბინებს. ხო, დიდი. შეგაგდებენ, შეგიძლია ბატონო იმ ხლას სახში და მე თელი ცხოვრება რემონტი უნდა აკეთო, მე ეს არის კარგი. ხო, მართალია, პატარა ჯობია, კარგი. რა ის ფასი მაინტერესებს? ფასი რა ღირს და ესე იგი $35,000. 35,000 არა, თვითონ ძალიან. არა, იაფია, ხო, ეთქობა კიდეს. და ფანჯრები საით ექნება როგორ ეს? ფანჯრებიანი იქნება, ბავშვ, თქვენ ფანჯრებიანი $40,000. $40,000 ფანჯრები. კარგი, და როგორ კარკასს წაბარებ? თეთრი კარკასია თუ შავი? ხო არ გეძვირებათ ეს $40,000 თქვენ? 40,000 არა, მე არ ვიცი ხა, მაგრამ პრინციპში ცოტა მეტიც არის ფანჯრებიანი, ხო, არა. აბა როგორ ბატონო ახლა 40,000 ძვირია? ნუ არ ვიცი ხა მომდა. რატო ბატონო შენ მირინდა გინდა, კიბე გინდა, კახალდი გინდა, ორი კახალდი გინდა, ფანტა გინდა, კიბილი გინდა. სახლი მინდა ხო. არა ის. კარგი, და თეთრი კარკასია თუ შავი? შავი კარკასია ეს. მე თეთრი კარკასი მინდა. თეთრი გინდოდათ? არა, პრობლემა შევღებავთ კაცო, რა პრობლემა. კარგი, ცოტა ეს პრობლემა. აი ესეთი რაღაც მინდა, რომ აი დუპლექსის ტიპის რომ არის, აი ეს ორი სართული როა ხოლმე, დუპლექსი. ხო. ორი სართული რომ არის ხოლმე. კი, როგორ არის? არა, პრობლემა. კი, როგორ ახლა. მოიცადე? ხო. ერთი არის მეორე სართულზე. ერთი მეშვიდეს. მეორე და რატო არის ესეთი შორი? არა, შორი რატო იქვია მეორე სადრბაზოშია ერთი. არა. ნათელი ბინაა თვითონ ეს რომელსაც ვთავაზობთ? ყველას ნათელი ბინა შუქ შევიყვანთ, არაა პრობლემა. შუქიც არის? ეს, ძალიან კარგი. რკინისკარიც ალბათ თავისთავად ხო, რა თქმა უნდა, არის რკინისკარები. დევს, იქ და თქვენ სადაც ნებავთ, იქ დააგებთ. აბაზანაში გნებავთ, ხო, პრობლემაა. ძალიან კარგი. ბუხარი თუ ექნება, მე ბუხარი მინდა რომ არის, ცით ბუხარი არა. ადრე კი ვაკეთებდით ბუხარს, მაგრამ მე რაღაცებს წვავენ გაცვან ბუხარში. რა ვიცი, რატო წვავენ, არ ვიცი. ამდენ ფულს იხდიან შაშაში და წვავენ მე ბუხარში გაც. გამარჯობათ. სამშენებლო კომპანია ხო სწორედ მოხდი. მიცით რა მინდა გითხოთ, ერთი თვის წინ თქვენ საშენებულ სახლში ბინა შევიძინე და გუშინ ჭერი ჩამომენგრა. შენი ბრალია გენაცვალე. რატო? რეპეტიციები რა გისე ხმამაღლა, დიდაგულები მეზობლები და ჩამოიგება ჭერი აბა რა იქნება. რა თურთებიან ალბათ თქვენი ბრალი. უკაცრავად დიდი ვიზის ჭერა ყოფილა. ასე ხო სულ. უკაცრავად. მეზობლებზე გამახსენდა სხვათა შორის. როგორი მეზობლები იქნებიან? ვაიმე, არაჩვეულებრივი მეზობლები არიან. არაჩვეულებრივი. ყველა კარგები არიან, მაგრამ მე განსაკუთრებით გირჩევთ აი ჩხლანფურთაძეებთან რომ იმეგობროთ და კარგი მეზობლობა გქონდეთ. რატო და ეხლა რა ხდება? ესე ჩხლანფურთაძეების ზალა სადა თქვენს საძინებელს შორის კედელი არ არის. ხო, საერთოა ეს ყველაფერი, არ არის კედელი და გირჩევთ რომ იმეგობროთ. რატო არ არის? აგური არ ყოფნიდა? აგური ხო, იმიტომ რომ ერთი კედელი დაგვაგდა, იქ აგური დაგვაგდა უბრალოდ და ის ტუალეტის კედელი გავაკეთეთ იმ აგურით. ხო, იმიტომ რომ ტუალეტს ერთი კედელი მაინც ხომ და ქონოდა. ანუ ერთი კედელი ეხება ტუალეტს, ხო, ძალიან კარგი. მიწისძვრას თუ უძლებთ თქვენი სახლები? რა თქმა უნდა, მიწისძვრას ჩვენ სპეციალისტები გვყავს, რომლებიც იკვლევენ ამ სეისმოლოგიურ, რა თქმა უნდა, შეგეძე. აუძლებ, რა თქმა უნდა. თუ მოხდა მიწისძვრა, ხო? თუ ვერ გამოასწრო, მე მოდი რაც კიდე მითხარ. რაც უნდა ის მითხარ.
შენ თუ გახსოვს აგერ ეხლა ხან დიახ. მექსიკაში რო იყო 10 ბალიანი მიწისძვრა ხო გაიგე რამე აღარაფერს ვერ გაიგე არა ხო ძალიან კარგი დაცვა თუ ეყოლება კორპუსი ახლა ყავს ბევრს აბა დაცვის გარშე კორპუსი რა კორპუსია დაცვა ეყოლება მე-6 სართულზე არის ციხე და იმის ზედამხედველები დაგიცავენ ფაქტობრივად დაცვა მე-6 სართულზე ციხე რა კარგი არის ძალიან კარგი გარაჟი თუ აქვს სახლს ანუ შედის არა გარაჟი არ არის მაგრამ ლიფტია დიდი ლიფტია და შეგიძლია შეაყენო მანქანაში ხო რა არის იცით 7 საათამდე მე უნდა გამოიყვანოთ მანქანა რატო მერე რატო იმიტომ რომ სამსახურიდან ბრუნდება ის ვინც ცხოვრობს შეგიძლია ძალიან ბრუნდება სამსახურიდან და გამარჯობა. გამარჯობა. ჩემი ბინა ააშენა თქვენმა კომპანიამ. და მინდა რომ ოთახი მოვამატო. ოთახის მომატება მინდა. რატო? სკამი ვიყიდეთ რა და დავუყო. სკამის დასწრება. სკამის რატო ვერ გავიგე? რატო და ბავშვი შეგვეძინა და მე ცოლი ბავშვი და ტელევიზორი ლოგინზე ვეღარ ვეტევით რა ყველა. ტელევიზორი რო გადავდო სკამზე. კი ბატონო, არა პრობლემა. ესე იგი მოვიმატებთ. რა თქმა უნდა, კი. კარგი, კიდე ერთი ხოვნა მაქვს მაშინ. ჭერი რო ცოტა მაღლა აწიოთ არ შეიძლება ჩემ ბინაში. რატო რა პრობლემაა? წელი გვტკივა. კი, ამაღლებ, წერსაც ამაღლებ, თავისუფლად. წერსაც ამაღლებ. ბარე მაშინ ერთი პრობლემა მაქვს, კიდე იმასაც გეტყვი. თქვენ მაშინ დამპირდით ხელშეკრულებაში ჩამიწერეთ, რომ ჩაშენებული კარადა იქნება სახლში. კედელში. დიახ, კედელში ჩაშენებული. არ არის? კი არის, მაგრამ რო გამოვაღებ ესე კარადას, უკვე კედელია. და თქვენ ისպես გინდათ ეს? რავი, ახლა ჩაშენებული კარადა რო გამოვაღებ და დავუშვათ საბუთი რო შედო, თუნდაც ან რაღაც. მე რა ხდება ახლა? თქვენ ეს არის საბუთი, ხო? იმას რო გამოვაღებ, ესე კი არ უნდა შედო. აბა, ასე დიდაბი, ასე დიდაბი და დაიხურება არ არის. მართალია. არ არის პრობლემა. კარგი გეოდებით ახლა. რა მაინტერესებს? თქვათ აი ამ ბინას რო ვიყიდი, გასაღები დავკარგე. თქვენ გექნებათ სხვა გასაღები რომ მოვიდეთ? რა პრობლემაა? მეზობებს ყველაზე ერთნაირი გასაღები აქვს. ყველას ერთნაირი ძალიან კარგი. ბავშვებისთვის თუ არის მოედანი, სათამაშო მოედანი ბავშვებს? კი, რა თქმა უნდა, არის. მოედანიც არის და ბავშვებიც არის. 7 საათზე მოვლენ, ითამაშებენ ძალაში. ძალიან კარგი. ხო, კიდე სულ დავავიწყდა. რა ადგილზეა ბინა? ეს არის მტკვრის სანაპიროზე. მტკვრის სანაპიროზე. უბრალოდ ერთი რჩევა მექნება. აი გაზაფხულზე, კარეს ნუ გააღებთ მაინც. რატო უკეთო? იმიტომ რომ მტკვარი ხანდახან რა დიდდება რაღაც მაინც. გაზოული რო იქ. ესე ხედი როგორია თვითონ? არა ჩვეულებრივია. მაშ გამასაოგნებელი ხედი. აღფოვანდები ისეთი ხედი. გაწარმოიდგინა აქეთ ის მოჩანს ბორჯომი. აქეთ ხაშური. მოიცა რომ უკაცოდ რა რაიონში არის ეს რაიონში ახლა ზოგიერთი ფირმა რო აშენებს ორ რაიონში ერთდროულად დიდუბეჭუღურეთში თათმინდაკწანიში ასე არ ჩვენ ერთში ახალციხის რაიონში ეს ბატონო ახალციხის რაიონში მე ცოტა უფრო ესე ცენტრში მინდოდა აქეთ ცოტა საბურთალოსკენ და არა ეს ჯობი ხო მაგრამ არც ის არის შორი პრინციპში ძალიან ჰაერი ალბათ კარგი იქნება ეხლა ჰაერია შანგბადი მარტო შანგბადი მარჯვნივ კორპუსის მარჯვნივ არის წებოს ქარხანა ბატონო აქეთ არის გაზის გასამართი სადგური ძალიან და ეხლა პროექტია შეიძლება ფეროც გადმოიტანონ უკან მართლა აჩვეულებრივი ჰაერი ძალიან კარგი და როდის იქნება ეს ბინა უკვე მზად როდის აშენდება სულ მალე 2006 წლის დასაწყისში უკვე ფაქტობრივად სექტემბერში რა ფაქტობრივად ძადილი დასაწყისში ხო ძალიან კარგია დასაწყისი მაწყობს და რადგან მეგობარმა დავაბარა ერთი ვიკითხეო მან ცათამბჯენებს აშენებდით თქვენ კი ადრე ვაშენებდით ადრე აღარ აშენებთ აღარ ვაშენებ რატო იმიტომ რომ ის მე აღალ სართულებზე რო ავიდნენ იქ მე ენები აერიათ მუშებს ხო ზაენები აერიათ და ვეღარ უგებდნენ ერთმანეთს რა ვიცი ცემენტის დასვლა კაპჭამი ქონდათ და რა ვიცი და არ სასწაულიან რამა ფული წინასწარ უნდა შემოვიტანო თუ მე უნდა გადავიხარო თუ როგორ არის ეხლა როგორ ხდება იცი ფულს შემოვიტან წინასწარ და მე თუ მოგოწევნებათ ბინა და მეც თუ შემოვიტან ფულს ისეთ მადლობას გეტყვი რა ვიცი რა დიდ მადლობას თუ არ მომეწონება
ხოდა მაშინ წინასწარ პრობლემა არ იქნება, წინასწარ როგორ იქნება შემოტანილი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. დაგიკავშირებით აუცილებლად გავალ მე. ამიგზანდებით უკვე? დიახ, წავალ. აი, მაშინ მე გაგაცილებთ, თორე იქ კარები თუ ვერ გაახეთ, კარგად შეიძლება ჩამოინგრეს ის და გაგაცილებთ. ვითომ ეხა გაცილება გინდათ? სკეჩი მთავრდება და მაგიტო გამოდიხართ ეხა გარეთ. აბა საგავს მე საცენელო კომპანია ნაგია. ეს გაბინა მინდა. ვითომ მე გაბინა მინდა. რა ეს საბათაბათი